გითვალთვალებთ და რატომ? მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. ოპა. შევეხოთ ამ აქტუალურ თემას. 21 საუკუნე ინფორმაციების საუკუნეა. ინფორმაცია კი ბერკეტია ყველა ჩვენთაგანისთვის. ლოგიკურია, უცხო და გადამთელი არ დაგიწყებთ თვალთვალს, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერს იმჩნევს, რომელიც არც მიდის და არც მოდის, არც მწვადს გიწვავთ და არც შამფურს. უჭირავს ასე ოქროს შუალედი, რაც მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია. თუმცა არ ასვენებს ცნობის მოყარეობა, რამე არ გამოეპაროს. რა სტორი დადეთ, რა დაპოსტეთ, როგორი ფოტო ატვირთეთ, სად იყავით, რას აკეთებდით, ვისთან ერთად და ასე შემდეგ. ყველა წვრილმანს და დეტალს უკირკიტებს. ბევრ თქვენთაგანს ექნება სათქმელი, როგორ მითვალთვალებს, დაბლოკილი ვყავარ ან მყავსო. ყველაფრის და მიუხედავად თვალთვალი მაღალია. წარმოიდგინეთ, ყავთ მეგობრები, რომლებსაც აქვთ თქვენს აქტივობებზე წვდომა და ერთ-ერთი მათგანი მაგალითად ნინოს სახელს ამოფარებული ან გიორგის სახელს ამოფარებული, რა მნიშვნელობა აქვს სქესს, სინამდვილეში თქვენი ცნობის მოყარე ბიჭი ან გოგოა, ვინც უყურებთ, მოირგეთ სქესი თავად. ბევრი fake account-ი ახლოს ყოფნის საშუალებას მარტივად აძლევს. მით უმეტეს, როცა ვინმე ან რაიმე მათ რა ინტერესებს, გველის ხვრელშიც გაძვრება და ყველაფერს გააკეთებს მისი ცნობის მოყარეობის დასაკმაყოფილებლად და თქვენ ნამდვილად დაინტერესებთ. იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როგორც თავში ვთქვით, არაფერს იმჩნევს, არ გამოხატავს, არ ამბობს საკმარისად და გასარკვევად, მაგრამ თვალთვალს ვინ დაუშლის. მიზეზი კი თვალთვალის თქვენდამი ვნება, ლტოლვა, ემოციები, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა გახლავთ მისი მხრიდან. მთავარი მიზეზი კი მესამე პირის არსებობაზე მოდის. ვინმე ხომ არ სწერთ მაგალითად, ვინმე ხომ არ არსებობს, რომლის შესახებაც იგი ამ თვალთვალის მეშვეობით გაიგებდა. რადგან ვიცით, რომ მსგავს სიახლეებს მაშინვე სოციალურ ქსელებში ვაფრიალებთ. აქედან გამომდინარე, მარტივად გასაშიფრია თუ ვინ არის ეს. ადამიანი, რომელიც არც მის ცხოვრებაში გიშვებთ და არც მისი ცხოვრებიდან. ვერც გრძნობებიდან და ვერც გონებიდან. თუმცა შენარჩუნებულ დისტანციაზე მაინც დგას და ესეც ერთ-ერთი თავდაცვითი ფორმა არის მისი მხრიდან. რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა ან ტვირთი არა იყოს საკუთარ თავზე და მხრებზე. წარმატებები, პირადი კითხვები, WhatsApp-ზე მომწერეთ 557 16 73 53 იმისთვის, რომ არ მოხვდეთ სხვის ყალბ აკაუნთებზე, რომელსაც ჩემი სახელით ძალიან ბრუტად იყენებენ. ბედნიერი დღე ყველას!